მოგესალმებით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირი გლობალიზმისა და ნეოლიბერალიზმის ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ევროკავშირი თავად არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, რომელიც ზე სახელმწიფოებრივი და ზე ეროვნული სტრუქტურებით იმართება და შესაბამისად არც არის გასაკვირი, რომ ორივე ეს იდეოლოგია წევრ ქვეყნებში აქტიურად ინერგება. სავსებით გასაგებია, რომ გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია, თუმცა გლობალიზაციაც კი შეიძლება იყოს სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე მორგებული, თუ კი რა თქმა უნდა, ძალაში დარჩება ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელშეუხებლობა და დაცულობა. გლობალიზაციას კი ტექნიკური სახე ექნება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ურთიერთობებს გაამარტივებს. ასეთ პროცესთან ევროკავშირში საქმე არ გვაქვს. აქ საუბარია გლობალიზაციის ისეთ პროცესზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ჩაყლაპოს ევროპის ქვეყნების იდენტობა, ევროპული იდენტობას გააქროს და ყველაფერი მივიდეს იქამდე, რომ არსებობდეს ერთ ევროპის კონტინენტურ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მასა, რომლებიც იქნებიან პროდუქციის მომხმარებლები და ადვილად მართვადები. იდენტობაზე კი საუბარი ზედმეტია. LGBT იდეოლოგიითა და მიგრანტებისთვის ღია კარის პოლიტიკის წყალობით ევროპული იდენტობა უნდა გაქრეს. დღევანდელი მოცემულობისა და ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის მონაცემების გამო ევროკავშირის სტრუქტურებსა და შესაბამისად წევრ ქვეყნებშიც უწევთ გაამკაცრონ საიმიგრაციო პოლიტიკა და ამით საკუთარ ქვეყნებში ამომრჩევლების უკმაყოფილებაც ჩააქრონ. ზოგან ეს გამოვიდა, ზოგან არ გამოდის, მაგალითად გერმანიაში, სადაც მხოლოდ 2025 წელს და ისიც ვადამდელი არჩევნების წინ გაახსენდათ ტრადიციულ გერმანულ პარტიებს, რომ თურმე მიგრაცია პრობლემას წარმოადგენს. მართალია კანონი ვერ მიიღეს, მაგრამ ცდელობა ჰქონდათ. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც მიგრაცია პრობლემას წარმოადგენს, არის შვედეთი. ქვეყანაში, სადაც 2024 წლის მონაცემებით დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საიმიგრაციო კანონები 2016 წლის შემდეგ გაამკაცრეს. თუმცა მიუხედავად ამისა, დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი არის ისეთი, ვინც შვედეთში ცხოვრობს, მაგრამ სხვა ქვეყანაში არის დაბადებული. მოსახლეობის 5%-ზე მეტი არაბული წარმოშობისაა. 4 თებერვალს ქალაქ ერებრეში ზრდასრულთა სკოლაში 35 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. გარდაცვლილებს შორის არის სირიიდან ლტოლვილი რამდენიმე ქრისტიანიც. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თავად თავდამსხმელი რიკარდ ანდერსონია, 35 წლის შვედი. სკოლა იმ ზრდასრულებისთვის იყო განკუთვნილი, ვინც თავის დროზე საშუალო ან დაწყებითი განათლება ვერ მიიღო. ამ სკოლაში მიგრანტებიც სწავლობდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერთი შეხედვით მშვიდ შვედეთში სროლა და მსგავსი თავდასხმა ხდება. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების მაგალითია ერაყელი ლტოლვილის სალვან მომიკას საქმეც. იანვრის ბოლოს სალვან მომიკა მოკლეს, რომელიც აქციებს აწყობდა, სადაც დემონსტრაციულად წვავდნენ მუსლიმთა წმინდა წიგნს, ყურანს. სალვან მომიკა საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევდა და მკვეთრი ანტიისლამური განცხადებებით გამოდიოდა. 2023 წელს მან ჩაატარა რამდენიმე აქცია, რომელზეც ყურანი დაწვეს, რამაც მუსლიმური ქვეყნების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია. რადიკალი ისლამისტების მხრიდან კი ტერორისტული აქტების მუქარა გაისმა. როგორც ჩანს, თავად შვედეთში ისეთია მდგომარეობა და ბალანსი შვედ და წარმოშობით არაბულ ჯგუფებს შორის, რომ უკვე ერთმანეთშიც კი აქვთ დაპირისპირებები. მთლიანობაში ეთნიკური სურათის ცვლილება და შესაბამისი შედეგის დადგომა ისევ იმ ძალას აწყობს, რომელიც გარედან მართავს ევროკავშირის ქვეყნებს და ბერკეტად მიგრაციასაც იყენებს. ის რომ შვედეთი პრაქტიკულად გარედან მართული ქვეყანაა, ამას ადასტურებს მისი საქართველოსთან დამოკიდებულებაც. სწორედ შვედეთის ხელისუფლება იყო ის, რომელიც რატომღაც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობდა საქართველოს არ მიიღო კანონი უცხო ქვეყნის ფინანსების გამჭვირვალობაზე. ჯერ კიდევ შარშან 2024 წლის მაისში შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ისე ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას, როგორც აქაური რადიკალური ოპოზიცია. შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ჯესიკა როსვალი მაისში ამბობდა, რომ ამ კანონით შეშფოთებული იყო. შვედეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი კი ამბობდა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისთვის უნდა გადაეხედათ და ძველებურად ურთიერთობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო შორს წავიდა შვედეთის ხელისუფლება.
მათ შვედურ-ქართულ სამთავრობო უწყებებს შორის მიმდინარე პირდაპირი თანამშრომლობა შეაჩერეს. შვედეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სანქციების დაწესებას მოითხოვდა მაშინ, როდესაც აქ რადიკალური ოპოზიციის აქციები იმართებოდა. დღეს ალბათ ამ აქციების მონაწილეებს აღარ ახსოვთ, მაგრამ 2 თვის წინ რატომღაც ჩათვალეს, რომ თურმე ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი უთქვამს. ამ აქციებს კი ერთ-ერთ მაშველ რგოლს შვედეთის ხელისუფლებას უგზავნიდა. ასე რომ, შვედეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორი ხდება ქვეყანა, რომელიც საკუთარ იდენტობას ივიწყებს. როგორც წესი, გარეძალის მარიონეტად იქცევა ხოლმე და იყენებენ იქ და ისე, როგორც საჭიროება მოითხოვს. შვედეთში მდგომარეობის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ერთ დროს ევროპა თავისუფალი ზონა იყო. ახლა კრიმინალური ევროზონაა. უკონტროლო მიგრაციამ ევროპას სერიოზული ზიანი მიაყენა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები განგაში ზარს სცემენ. შვედეთი მაგალითად ვითარებას ვეღარ უმკლავდება. ამიტომაც პოლიციას კონტროლის დამყარებაში უკვე სამხედრო შენაერთებიც კი ეხმარებიან. სტოკჰოლმი აღიარებს, კონტროლი დანაშაულზე დაკარგულია. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში შვედეთის ხელისუფლებამ 30-მდე აფეთქება და სასიკვდილო სროლების რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა. ძალადობის ახალი ტალღა, რომელიც წინა შემთხვევებთან შედარებით უფრო ძლიერი და სასტიკია, შოკში არა მხოლოდ მოსახლეობას, ხელისუფლებასაც აგდებს. ორგანიზებული ბანდები კერძო წარმოებებსაც არეკეტებენ და კერძო პირებსაც. პრემიერ-მინისტრმა კრისტერსონმა 30 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მძიმე ვითარება აღიარა. მისი თქმით, კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესება რამდენიმე წლიანი პოლიტიკის შედეგია. აშკარაა, ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ძალადობის ამ ტალღაზე. სამართალდამცავები აპირებენ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ აიყვანონ არასრულწლოვანები. დეპორტაცია გაუკეთონ ორმაგი მოქალაქეობის პირებს და დაკავებული პირები უცხოეთის ციხეებში გადაიყვანონ, რადგანაც შვედეთის კამერები უკვე გადავსებულია. ბოლო 50 წლის განმავლობაში გაუპატიურების რიცხვი თითქმის 1500%-ით გაიზარდა. ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობების მაჩვენებელმა ევროკავშირში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. 2023 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა 121 მკვლელობა. ქვეყანაში ადგილობრივი ბანდფორმირებებიც არსებობენ. მაგალითად, ბაიკერების დაჯგუფება, ბანდიდოს MC და Hells Angels. თუმცა მათი გავლენები პოლიციას არ ადარდებს. შვედეთში სულ უფრო მეტად იკრებს ძალებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტებისგან შემდგარი დაჯგუფებები. ეს ჯგუფები აკონტროლებენ ნარკოტრაფიკს, რეკეტს, არალეგალურ ბიზნესს. კრიმინალური საქმიანობისთვის ისინი არასრულწლოვან ბავშვებს იყენებენ. მათ შორის 10 წლის ბავშვებიც არიან. ისინი მესამე სექტორის ქვეყნებიდან გადმოჰყავთ და მკვლელების ან ტერორისტული თავდამსხმელების ჯგუფებს ქმნიან. ასეთი ბანდები მუდმივად იზრდება. ეს უკვე ერთი დიდი ქსელია. ამ ტენდენციაზე The Times იწერს. გამოცემა შეშფოთებას სათაურშივე გამოთქვამს. როგორ ახორციელებენ შვედური ბანდები ახალგაზრდა საკონტრაქტო მკვლელების ექსპორტს. ასეთია სტატიის სათაური. ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 10 მილიონი ცხოვრობს, განგსტერული სროლები, ქუჩის გარჩევები და კრიმინალური ამბები მუდმივად ხდება. 2022 წელს ქუჩის ჩხუბს 62 ადამიანი ემსხვერპლა. 2023 წელს შვედეთში დაფიქსირდა 9-ჯერ მეტი მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ვიდრე ფინეთში, დანიასა და ნორვეგიაში ერთად. და ეს იმის მიუხედავად, რომ მათი საერთო მოსახლეობა დაახლოებით 1,5-ჯერ მეტია. მედიაში წერენ, რომ ეს არის ოფიციალური სტოკჰოლმის მრავალწლიანი ულტრალიბერალური პოლიტიკის სამწუხარო შედეგი. ახლა შვედეთის ხელისუფლება ცდილობს როგორმე დააბრუნოს ჯინი ბოთლში, მაგრამ ეს უკვე რთული საქმეა. ხელისუფლება იძულებულია აღიაროს, რომ პრობლემების გადაჭრას შეიძლება 10 წლეულები დასჭირდეს. შვედები დიდ ქალაქებში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ და საღამოს სახლიდანაც კი არ გამოდიან. ძალადობრივი დანაშაული შვედეთში ჩვეულებრივი მოვლენა ხდება და შოკში აგდებს მშვიდობიან სკანდინავიური ქვეყნის მოსახლეობას. ყოველწლიურად შვედეთის ყოველი მეექვსე მოქალაქე რაიმე სახის დანაშაულის მსხვერპლი ხდება. ქვეყანაში სწრაფად იზრდება სექსუალური ძალადობის რიცხვიც. დაზარალებულების დიდი უმეტესობა 16-24 წლის ახალგაზრდა ქალები არიან. ეროვნული პოლიციის უფროსი პეტრა ლუნდი. ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი მოვიყვანეთ აქ და ახლა უმეტესობა თანხმდება, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი ინტეგრაცია. შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ბანდებთან და ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები დაკავშირებულია უცხოელებთან, რომელთა ინტეგრაციაც ვერ მოხერხდა. ქვეყანაში გაჩნდა პარალელური საზოგადოება, თქვა მან.
ოფიციალური სტოკჰოლმი უკიდურესად ლიბერალური მიგრაციის პოლიტიკას დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ახორციელებდა. ემიგრანტების რაოდენობა ხშირად წელიწადში 100,000-ს აჭარბებდა. ნაკადის პიკი 2016 წელს დაფიქსირდა. მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ქვეყანაში შევიდა სირიიდან, ერაყიდან, ინდოეთიდან, სომალიდან და ავღანეთიდან. Springer Nature-ის მიხედვით 2013 წლიდან 2017 წლამდე შვედეთში მომხდარი 4 მკვლელობიდან 3 მიგრანტების ან მათი შვილების მონაწილეობით მოხდა. სექსუალური ძალადობის თითქმის 60% ასევე მიგრანტებზე მოდის. გაუპატიურებების შემთხვევებში თავდამსხმელთა 80% უცხოელი იყო. მათგან ჯგუფურ გაუპატიურებებში 88% მიგრანტები ან მათი შვილები მონაწილეობდნენ. რამდენიმე დღის წინ კი შვედეთის ქალაქ ერებროში ცეცხლის სკოლაში გახსნეს. სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. დამნაშავე 35 წლის მამაკაცი იყო. პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. Sky News-ის ცნობით სკოლაში მიგრანტი მოზარდები ენას სწავლობდნენ. პრემიერმა შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელობად შეაფასა. 2023 წელს 1,5 მილიონზე მეტი სხვადასხვა სახის დანაშაული დაფიქსირდა. 2022 წელს ეს მონაცემი 4%-ით ნაკლები იყო. კრიმინალური ქრონიკები ქვეყნის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. წერს Financial Times-ი. შვედეთი ევროპაში სროლის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლიდან გადავიდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის კატეგორიაში. ეს ცვლილება სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. დანაშაულებრივ ბანდებს მეორე თაობის ემიგრანტები მართავენ. დამნაშავეთაგან ბევრი 14 წლამდე ბავშვია. მათ ბანდები სპეციალურად ამზადებენ მკვლელობების ჩასადენად. ცოტა ხნის წინ სვენსკა დეგბლატეტმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით. შვედების სიძულვილი უნდა შეწყდეს. სტატიის ავტორი პაულინა ნედინგი ირწმუნება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ემიგრანტებს დიდი ზიზღი აქვთ. გამოცემას კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. ახალგაზრდა მიგრანტებმა ტაქსის მძღოლის ცემეს და გაძარცვეს. წამების დროს კი იცინოდნენ. გაზეთმა დაგენს ნაიჰეთერმა სტოკჰოლმის ერთ-ერთ რაიონში ჯგუფური გაუპატიურების აღწერისას მოიყვანა ფრაზა, რომელსაც მოძალადეები ამბობდნენ. შვედი გოგონას გაუპატიურება სწორია. არაბი გოგონას გაუპატიურება არასწორი. ვიჟუალ პოლიტიკის წამყვანი ჯოშ ფოლქსი ამბობს, რომ ვითარება უკვე მეზობელი ქვეყნებისთვისაც საგანგაშო ხდება. ახლა საქმე ისაა, რომ შვედეთი ახორციელებს დანაშაულის ექსპორტს თავის მეზობლებში. საუბარია სკანდინავიურ ქვეყნებზე, რომლებიც აქამდე ცნობილი იყო თავისი კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით. ამ საზარელ დანაშაულებებს დანიაც თვალს შეშფოთებით ადევნებს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თქმით, ასეთი ძალადობის დანერგვა დანიაში არ სურთ. ეს ასახავს სრულად ავადმყოფურ და გაღრწნილ ძალადობრივ კულტურას, სადაც რაღაც მსგავსი შეიძლება მოხდეს შვედეთში და გადაიზარდოს ისეთ მოვლენად, რომლის არც დანერგვა და არც გავრცელება არ გვინდა დანიაში. ვითარება უკვე იმდენად მძიმეა, რომ შვედეთის კრიმინალურ კრიზისზე სხვა ქვეყნის მედია საშუალებებით წერენ. Daily Mail-ის თქმით, შვედეთი კრიზისშია, რადგან ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობა სულ უფრო იზრდება. ბრიტანული გაზეთი აღნიშნავს, რომ სტოკჰოლმში, სადაც მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ მეტია ვიდრე ლონდონში, სადაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გერმანული Die Welt-ი აღნიშნავს, ბევრი მათგანი, ვინც შვედეთში სერიოზულ ძალადობრივ დანაშაულს ჩადის, არასრულწლოვანია. ეს ეთნიკური ბანდებია. ასაკის გამო მათ მკაცრი სასჯელი არ ემუქრებათ. ამ მხრივ ვითარება გერმანიაშიც ძალიან მძიმეა. 2023 წელს გერმანიამ დანაშაულთა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მათ შორის არის ძალადობრივი დანაშაულების რაოდენობა. 2023 წელს პოლიციამ დანაშაულის 5.94 მილიონზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 5.5%-ით მეტია. მატება უპრეცედენტოა, აღიარებენ ექსპერტები. ბოლო 8 წლის განმავლობაში 8.6%-ით არის გაზრდილი ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულთა რიცხვიც. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის განცხადებით, დანაშაულში უცხოელების მონაწილეობის მაჩვენებელი დიდია. დანაშაულის ჩამდენთან ნახევარზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ლტოლვილი ან მიგრანტები არიან. უფრო მეტი ძალადობრივი დანაშაული, მეტი ახალგაზრდული დანაშაული, მეტი დანაშაულია ჩადენილი უცხოელების მიერ.
მოკლედ, ნამდვილი კრიმინალური ბუმია. 2024 წელს სამართალდამცავებმა საზღვრის დაცვის კონტროლი გაამკაცრეს, რადგანაც მხოლოდ წლის დასაწყისიდან ცივი იარაღით თავდასხმის 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თავდამსხმელების უმეტესობა მიგრანტი იყო. 2023 წელს მიგრანტებმა 3 მილიარდი ევროს ოდენობის ზიანი მიაყენეს ქვეყანას. სულ 643 საქმე აღიძრა. კრიმინალური ბანდები კვირაში ერთხელ მაინც აფეთქებენ ბანკომატებს. ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ გერმანიაში კრიმინალური რუკაც კი გააკეთეს, სადაც ყველაზე სახიფათო მარშრუტებია მონიშნული. ამ რუკის მიხედვით ყველაზე მძიმე ვითარება ფრანკფურტშია. ბერლინი მეორე ადგილს იკავებს. მედია კრიმინალურ ბუმს უკონტროლო მიგრაციას უკავშირებს. სოცქსელებში სხვადასხვა სახის კრიმინალური შემთხვევები ხდება, სადაც კარგად ისმის მსხვერპლის განწირული ყვირილი. ბილდის ცნობით, გერმანიაში უკვე საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას ითხოვენ. ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალისტურ კავშირს ეკუთვნის. გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა უნდა მიიღოს, რომ მიგრაციის პოლიტიკა გადაიხედოს, შეიცვალოს და მათ გასაკონტროლებლად საგანგებო სიტუაცია შემოიღონ. საგანგებო მდგომარეობა არა მხოლოდ კრიმინალის გაკონტროლებას და კრიმინალური ელემენტების დეპორტაციას ითვალისწინებს, არამედ მიგრანტებისთვის საზღვრის ჩაკეტვასაც კი. გერმანიის საზღვარი ვერც ერთმა მიგრანტმა ვერ უნდა გადაკვეთოს. მორიგი რეზონანსული შემთხვევა იქ 22 იანვარს მოხდა, როცა ავღანეთიდან ჩამოსული მამაკაცი თავს დაესხა ქალაქ აშაფენბურგის პარკში მყოფებს. შედეგად 41 წლის მამაკაცი და 2 წლის ბავშვი დაიღუპა. Deutsche Welles პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ იანგი ამბობს, რომ მიგრაცია კრიმინალის დონეს ზრდის. მიგრანტების დიდი ნაწილი ცხოვრობს რთულ პირობებში, მაგალითად თავშესაფრის მასპინძლობის ცენტრებსა და მიღების ცენტრებში, რაც შესაძლოა დანაშაულის მიზეზი გახდეს. მათი ეკონომიკური მდგომარეობაც რთულია. ზოგიერთი მათგანი ომისა და ძალადობის მსხვერპლია, რაც ასევე შეიძლება იყოს მათი დანაშაულში ჩაბმის საფუძველი. მიგრაციას ასახელებს კრიმინალის ზრდის მთავარ ფაქტორად გამოცემა ინფომიგრანტი. გამოცემა სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2023 წელს ქვეყანაში 3.175.282 გახსნილი დანაშაულებრივი საქმე დაფიქსირდა, ხოლო გამოძიება 2.7.552 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ ჩატარდა. ამ მონაცემების მიხედვით არაგერმანელებმა ყველა დანაშაულის 34.4% შეადგინეს, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. 2022-დან 2023 წლამდე არაგერმანელ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ბავშვებში 22.3%-ით, მოზარდებში 28.1%-ით, ხოლო ახალგაზრდა ზრდასრულებში 18.1%-ით. ზრდა შეინიშნებოდა არაგერმანელ სრულწლოვანთა შემთხვევაშიც, +11.6%, თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო ახალგაზრდებთან შედარებით. საფრანგეთის რთული გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყანა შესაძლოა მალე ტერორისტული აქტების ეპიცენტრად იქცეს. ამიტომაც სამართალდამცავებმა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელეს. განკარგულება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ გასცა. მინისტრის განცხადებით 2024 წელს საფრანგეთში 9 ტერორისტული აქტი აღკვეთეს, რომელთაგანაც 3 შესაძლოა პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს მომხდარიყო. მისი თქმით, მუქარა უფრო რეალურია ვიდრე ოდესმე. წელს პარიზი სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს მასპინძლობს. ამიტომაც უსაფრთხოების საკითხები პირველ ადგილს იკავებს. Le Figaro-ს იუსტიციის მინისტრის განცხადებები მოჰყავს და ამბობს, რომ ბატონი მინისტრი ჟერალდ დერმანენი ძალოვანების საქმიანობით უკმაყოფილოა. ის აქცენტს სპეცსამსახურების გაძლიერებასა და გაზრდაზე ამახვილებს. ევროკავშირში როგორც ჩანს უკვე ყველას ესმის, რომ მიგრაციის პოლიტიკა გადასახედია და რომ სტუმრებმა უცხოეთიდან საფრთხეში ჩააგდეს ევროპელების თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამიტომაც ისინი უკვე ქუჩებში გამოდიან და ხელისუფლებისგან კონკრეტული და მკაცრი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი შვედეთთან მიმართებით, ამ ქვეყნის ძალზედ ტოლერანტული დამოკიდებულებაა LGBT იდეოლოგიის მიმართ. ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ქვეყანაში სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. კანონის მიხედვით საკმარისი იქნება ექიმთან ან ფსიქოლოგთან ხანმოკლე კონსულტაცია, ასევე ჯანდაცვის ეროვნული საბჭოსგან ნებართვის მიღება. ახალი კანონი ასევე განაცალკევებს სქესის შეცვლას და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ სჭირდება ბევრად ხანგრძლივი შეფასება. ეს ახალი კანონი ძალაში წელს
1 ივლისს უნდა შევიდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში არასრულწლოვნებისთვის სქესის შესვლა იურიდიულ დონეზე გაამარტივეს. ანუ საუბარია იურიდიულად სქესის შესვლაზე და არა სამედიცინო პროცედურაზე. ამ ფონზე ნებისმიერი მოთხოვნების დაყენება შვედეთისთვის მის ისტორიულ იდენტობაზე ზედმეტია. იმედი ვიქონიოთ, რომ ზედმეტია ჯერჯერობით და ტრამპის ეფექტი, როგორც ზოგადად ევროკავშირზე, ისე შვედეთზეც მოახდენს გავლენას. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.